მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო ურთიერთობებზე, მომავლის ურთიერთობებზე. რანაირი იქნება მომავლის ურთიერთობები 4D-ში და 5D-ში, რა ელოდება წყვილს. ბევრი წყვილი გადის ახლა ძლიერ დაბალანსებას და ყველაფერი ის, რაც აწყობილი იყო კარგ ურთიერთობებზე, ტკივილი, ტანჯვა, შიში, გადის ძლიერ ხევებს. როგორ მივხვდეთ, რომ ურთიერთობა კარმულია? კარმულ ურთიერთობაში ჩვენ არ გვგრძნობთ სულიერ კმაყოფილებას, შინაგანად მაინც არ არის რაღაც ისე. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არ ჩანს და თითქოს ყველაფერი კარგადაა პიროვნულად, შინაგანად განვიცდით მარტოობას და სიცარიელეს. უთანხმოებები, როცა არ ემთხვევა პრიორიტეტები, აზრი ცხოვრებაზე, როცა ერთი ცდილობს შეცვალოს მეორე და არღებულობს მას ისეც როგორიც არის. ანუ როცა არის ურთიერთობებში ან გარეგნული, ან შინაგანი კონფლიქტი. რისთვის არის საჭირო კარმული ურთიერთობები? რისთვის იყო საჭირო ისინი 3D განზომილებაში? იმისთვის, რომ კარმული ვალები დაგვებრუნებინა, იმისთვის, რომ ჩვენი თვისებები გაგვიუმჯობესებინა, გაგვევლო გაკვეთილები ჩვენი სულისთვის და ეს ყველაფერი არის მდგომარეობა 3D სამყაროსი. 3D სამყაროსი. როცა გამოვდივართ 3D-ს მიღმა, ჩვენ ვიწმინდებით კარმული კვანძებისგან, ჩვენ გავდივართ შემოქმედის მდგომარეობაში და როცა ვიღვიძებ და ვაცნობიერებ ჩვენს თავს, აღარ გვინდა ვიმყოფებოდეთ შინაგან ტანჯვაში, არაკომფორტულობაში, იმიტომ რომ ადამიანი გამოდის ტანჯვის ჩარჩოებიდან. ამიტომ დღეს ბევრი წყვილი იშლება, მათ გაიარეს თავიანთი კარმული გაკვეთილები და გამოვიდნენ პროგრამებიდან. ახლა ძირითადად ხდება დისბალანსი. ერთი შეიძლება გავიდეს ჩვეულად ახმული სამყაროს მიღმა და გვერდიდან შეხვედოს მთელ სურათს. როცა ჩვენ შევდივართ შემოქმედის მდგომარეობაში, უფრო ფართოდ ვიწყებთ ყურებას და ის ურთიერთობები, როცა პარტნიორები იყვნენ შვილის და ბავშვის როლში, მაგალითად, როცა ქალი შვილია და კაცი მამა, ანუ როცა ქალი პატარა გოგოს როლშია და კაცი მამის, ან პირიქით დედაშვილი, როცა ქალი დედის როლშია, როცა კაცი ინფანტილურია და ქალი ირგებს დედის როლს, დასდევს ყველგან, აკონტროლებს, ემსახურება, მიმდინარეობს წინაპრების სცენარების დამუშავება. ანვათ როლში მხსნელი, თავდასხმელი, მსხვერპლი, კარპანის სამკუთხედი. ჩვენ შეიძლება ყოფილიყავით რომელიმე ამ როლში, ან ყველაში ერთად, ან ცალ-ცალკე და თუ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ ურთიერთობაში რამე მსგავსი ხდება, აუცილებელი გახდება ორმხრივი სურვილი. ორმხრივი თავარი სიტყვა. გადავიდეთ ცნობიერის უფრო მაღალ დონეზე, ან განვითარდეთ ცალ-ცალკე. დაარწმუნო, უჩიჩინო, გადავაკეთო ერთმა მეორე, ეს უსარგებლოა. ძალიან ბევრი ენერგია იხარჯება ამაში და საბოლოო ჯამში მაინც არაფერი არ გამოდის კარგი. არ გამოვა. როგორ იწყება ურთიერთობა ახალ რეალობაში? 4 და 5D-ში. რა ურთიერთობაა ეს? ეს იქნება ურთიერთობა, რომელიც იწყება მთლიანობაზე, შეგრძნება შენი სტაბილურობის, თვითკმარობის, ურთიერთპატივისცემა, პატივისცემა სხვისი საზღვრების, თავისუფალი ნების დაურღვევად. ეს არის მთავარი კანონი სამყაროსთვის, სხვისი ნების არ დარღვევა. ასევე ეს იქნება საკუთარი თავის პატივისცემა და პატივისცემა პარტნიორის, გრძნობების, სურვილების, ინტერესების, თვითგამოხატულების. ანუ, როცა ეს ყველაფერი ორმხრივია, მე მთელი ვარ, უდრის, შენც მთელი ხარ. ადამიანი იძენს მთლიანობას თავის თავში და პარტნიორი, რომელმაც შეიძინა მთლიანობა თავის თავში. ანუ მე კარგად ვგრძნობ თავს, როგორც შენთან, მშვენივრად ვარ, ვიზრდები, ჩემი გრძნობებიც იზრდება, ჩემი შემოქმედებითი გამოხატულებაც იზრდება, შეგრძნება სიყვარულის, ზრუნვის, ეს ყველაფერი არის და შენს გარეშეც ასე ვგრძნობ თავს.
გრძნობ ძალას. ასეთ ურთიერთობაში აღარ არის მტკივნეული დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ. არ არის უნდობლობა. ურთიერთობა იწყობა სრულ ნდობაზე. ასევე მიზიდულობა. ერთმანეთის სურვილების ასრულება, მისწრაფებები საერთო სურვილებისკენ, როცა ადამიანებს აქვთ ცხოვრებისეული ერთი მიზანი, როცა ერთდებიან საერთო მისიისთვის, ყველას თავისი ექნება. ანუ შეგრძნება იქნება ასეთი, თითქოს ერთმანეთთან დაბრუნდით, სიკეთე, სითბო, სინაზე, მაღალი ვიბრაციული ურთიერთობები. რა თქმა უნდა, იდეალიზება არ უნდა მოვახდინოთ. იქნება რაღაც გაურკვევლობები, რაღაც ხასიათები იქნება გამოხატული და ისევ და ისევ ეს იქნება ჩვენი სარკე, ანუ ჩვენ ვირეკლავთ ერთმანეთს, ანუ რაღაც უარყოფითი გამოხატვით. ეს იქნება ჩვენი უარყოფითი თვისებაც. და პირიქით. ეს როცა იცი, უფრო მარტივია შეთანხმებულად მოაგვაროთ გაურკვევლობები. თუ შევამჩნევთ, რომ ვართ კარმულ ურთიერთობაში, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ არ ვართ მზად ამ ურთიერთობიდან გამოსვლისთვის. ანუ გავიაზრეთ, რომ არ ვართ კმაყოფილნი, თუმცა არ ვართ დასრულებისთვის მზად. ყურადღებას ვაკეთებთ საკუთარ თავზე. გავმთლიანდეთ, თავი შევეყაროთ, მხარდაჭერა გავუკეთოთ საკუთარ თავს. თვითპატივისცემა. ეს ნიშნავს არ ვუღალატოთ ჩვენ შინაგან სურვილებს და დავჭერთ ერთგულნი ჩვენი შინაგანი შეგრძნებების. გამოვიდეთ მიჯაჭვულობიდან. ურთიერთობაში ყოფნი მაინც უნდა ვგრძნობდეთ თელობას. ამავდროულად არ ვიყოთ აგრესიულები აგრესიის მიმართ. თუ ვირჩევთ სცენარს, რომ ვიყოთ ისევ კარმულ ურთიერთობაში, ამ მომენტში დავიცვათ ბალანსი. გავიდეთ დამკვირვებლის პოზიციაში, შევხედოთ სიტუაციას, თითქოს გვერდიდან ვუყურებთ და ვეცადოთ არ ჩავერთოთ დესტრუქციულ პროგრამებში. ყველაფერში არის თავისუფალი ნება და არავინ არავის არ აძალებს უცებ გავწყვიტოთ ურთიერთობები, თუ არ ვართ მზად ამისთვის. არც თავის ღალატი არ გამოვა. როცა ვიღვიძებთ, როცა გაცნობიერებული ხდებით, შეუძლებელი ხდება შინაგანი შეგრძნებების დაიგნორება. თუ გავიარეთ გამოფხიზლების გზა, ვეღარ ვიქნებით მსხვერპლის როლში. შემოქმედის როლში ცხოვრება, ეს არის ცხოვრება შენი შინაგანი ძალით. ეს უნდა ვიგრძნოთ ჩვენში და ასევე დავინახოთ მეორე ადამიანის სურვილები, შესაძლებლობები, ძალა, მოთხოვნილებები. შეიძლება ასეთი ურთიერთობების ტრანსფორმირება? ზოგ შემთხვევაში კი, ზოგ შემთხვევაში არა, თუმცა ჩვენ მაინც არ შეგვიძლია ვუღალატოთ ჩვენ შინაგან შეგრძნებებს. გავაგრძელოთ გვერდიდან დაკვირვება სიტუაციების, თუ როგორ განვითარდება. შემდეგ ახალი მდგომარეობიდან მივიღებთ გადაწყვეტილებებს. როცა გავდივართ ცნობიერის ახალ საფეხურზე, ვიწყებთ შემჩნევას დესტრუქციული პროგრამების და შეგვიძლია შევცვალოთ და წავშალოთ ისინი. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მხოლოდ ჩვენი სისტემა, ის რომ არ დავარღვიოთ სხვისი უფლებები და არჩევანი. თუ ადამიანს არ აქვს სრული გამოვიდეს პროგრამებიდან და სისტემიდან, ეს მისი არჩევანია. უფრო მაღალ ვიბრაციებზე სულები ურთიერთობენ, მეგობრობენ, მხოლოდ სიყვარული არ არის შეგრძნება, რომ სულის ნაწილია ძალიან ახლო მდგომარეობა, როცა არის ურთიერთგაგება, არა მხოლოდ ერთი მხრიდან გაგება, არამედ ურთიერთგაგება, სადაც არის ღიაობა ურთიერთობაში, სადაც არის გულწრფელობა, როცა არ ეშინიათ გაუგებრობის, არამედ ხსნიან თავიანთ საზღვრებს თავის თავში, სამყაროს მიმართ, პარტნიორობაში ერთად, ენდობიან სამყაროს დინებას. როცა მზად ვართ გახსნისთვის, ჩვენთვის იხსნება ახალი შესაძლებლობები ჩვენს ურთიერთობაში. თითოეულმა უნდა გავიაზროთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთად ვართ, ერთი მიზნები და მისწრაფებები გვაქვს, თითოეულს თავისი გზა აქვს, უნიკალური გზა, თითოეული თავისუფალია, არ არის ჩახშობა, არამედ მხარდაჭერა. მხარდაჭერა თვითგამოხატულებაში, არის დახმარება, არის შეგრძნება, თითქოს სახლში ხარ. შვიდად ხარ ამ ურთიერთობაში, სახლში, კომფორტში, ანუ შინაგანად ჩვენი სული ამ ურთიერთობაში გრძნობს კომფორტს.
ჩავიხედოთ ჩვენ შიგნით და დავიწყოთ ცხოვრება გულიდან. იქ ვიპოვით ყველა შეკითხვაზე პასუხს. მადლობა.